თბილისში ახალი სკოლა გაიხსნა 103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახალ თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განახლეს. 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სკოლა მთლიანად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზე, სადაც ყველა შეიძლება სრულფასოვანი განათლების მიღება. პრემიერმა ასევე სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დაანონსა. სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიების ფარგლებში სკოლის ადმინისტრაციასა და ფრენბურთის ფედერაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლა. სკოლა არის მთლიანად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვისაც და ვფიქრობთ, რომ ყველა ცივილიზებული საზოგადოებისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ წავშალოთ ზღვარი და ყველა შეეძლოს მიიღოს თანამედროვე განათლება და თავიდანვე იყოს ინტეგრირებული საზოგადოებაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი შვილები iPhone-ებში, iPad-ებში არიან ჩამძვრალი და ეზოში ჩასვლაც არ უნდათ და ხშირ შემთხვევაში ფიზიკურ აქტივობას არიან მოკლებული და ჩვენ ვაპირებთ, რომ სკოლის ბაზაზე არა მარტო ფიზკულტურის გაკვეთილის, არამედ მის გარეთაც შევქმნათ მოტივი ყველა ბავშვისთვის, რომ იყოს აქტიურად ჩართული სპორტში. 5.5 მილიონი ლარი არის დაახლოებით დახარჯული. ძვირის სიამოვნება ცხადია, თუმცა ღირს, იმიტომ რომ ამაზე ძვირფას ჩვენ ვერაფერს ავაშენებთ. შეიძლება ყველა სკოლაში. ეს არის აუცილებელი, რომ ჯანსაღი თაობა გავზარდოთ, ერთობლივად განათლების სამინისტროსთან და მთელი თავრობა მომართული ვართ, რომ ჩვენ ბავშვებს მეტად საშუალებას სპორტით დაკავდნენ. პრემიერმა დაანონსა დღეს, რომ სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. აი ამ პროგრამის ფარგლებში დღეს სკოლასა და ფრენბურთის ფედერაციას შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, სადაც ფრენბურთის ფედერაციამ საკუთარ თავზე აიღო სკოლის მომარაგება სპორტული ინვენტარით. მიხარია, რომ სპორტული აქტივობები და ასე შემდეგ იქნება ამ სკოლაში. გადმოგცეს საჩუქრები, მადლობა მათ.